მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. ახალციხის მუნიციპალიტეტში უკიდურესად გაჭირვებული 178 ოჯახია. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო ინფორმაციის საფუძველზე მოგვცა. ამავე წყაროს ცნობით მუნიციპალიტეტში ომის მონაწილე შშმ პირები და ომში დაღუპულთა ოჯახების მხარდასაჭერის სტატუსის მქონე 24 პირია. იძულებით გადაადგილებული დევნილთა სტატუსის მქონე 95 ოჯახია. მუნიციპალიტეტის მიერ ქირით უზრუნველყოფილია 16 უსახლკარო ოჯახი, ხოლო ერთი პირი უზრუნველყოფილია თავშესაფრით ღამის გასათევით. საქსტატის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ახალციხის მუნიციპალიტეტში 39,000-მდე მოსახლე ცხოვრობს. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. 20 დეკემბერს ახალციხეში საახალწლო ნაძვის ხეს აანთებენ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით ღონისძიება 16 საათიდან დაიწყება, ხოლო ნაძვის ხეს 19 საათზე აანთებენ, რა დროსაც ნატო გელაშვილი ჭოხოები და ბენდი იმღერებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მომღერლებს მერია 35,400 ლარს გადაუხდის. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი სვირის საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის დამონტაჟება იგეგმება, რისთვისაც მუნიციპალიტეტის მერია 75,000-მდე ლარის გამოყოფას გეგმავს. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სატენდერო დოკუმენტის მიხედვით იგეგმება შენობაში გათბობის დამონტაჟება და საქვაბის მოწყობა. ახალციხის მერიიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით მუნიციპალიტეტში 39 საჯარო სკოლაა, რომელთაგან შეშის ღუმელით 18 სკოლის მოსწავლეები თბებიან. თემაზე მუშაობას განვაგრძობთ. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ესვეა ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ორ შაბათამდე.